ვისგან მიგიღია აი ყველაზე კარგი რეკომენდაცია თუნდაც. ყველაზე კარგი რეკომენდაცია სულ იმას მეუბნებია, რომ კარში და გოლი გაიტანე. რის ხარჯზე მივაღწიეთ მაინც წარმატებას მარტსა და ზაფხულში? როგორ ფიქრობ? ერთიანობის ხარჯზე, იმიტომ რომ ძალიან შეკული გუნდი ვართ. პირველ რიგში როგორ ხარ? პირველი თავარი კითხვა რაც მაქვს შენთან, როგორ გგზნობ თავს? სეზონი ვიცით რომ შვენივრად მიგდის. თავს კარგად გგზნობ, ფიზიკურად კარგად გგზნობ და ფსიქოლოგიურადაც ყველანაირად კარგად ვარ. ჩვენიერი. შენ სამჟამინდელ ფიზიკურ მდგომარეობაზე რომ მოგვიყვე ცოტა დეტალებში, წლების განმავლობაში ქართველი გულშემატკივრის თავარი ღელვის საგანიც სწორედ ეს იყო. ამ სეზონში კი ჩემპიონშიპში უკვე 20 მატჩი ჩაატარე, როგორ ფორმაში და როგორ ტონუსში იმყოფები? რავი, ტონუსში და ფორმაში როგორც ხედავთ, კარგად ვიმყოფები. ხო, ალბათ ადრე რაც იყო რა, რაც ადრე ვთქვი, როგორც ვთქვი, აი მაშინ როცა ტრავმა მქონდა, როცა გიჩ თამაშობდი, კარგად ვიყავი, არ ვიცოდი თუ რამდენი უნდა მომუშავა საკუთარ თავზე, რამდენი იყო საჭირო და მე უკვე მივხვდი, რამდენია საჭირო, რამდენია სამუშაო და აქედან გამომდინარე უკვე როცა აქაც მოვხდი, Watford-ში უფრო მეტი მუშაობა დაუწყე საკუთარ თავზე, როგორც ფიზიკურად, ასევე სირბილები უფრო მეტი და თამაშის საისახი. აშკარა არის უკვე ამ სეზონშიც სტაბილურობის ხრივ და ტონუსის ხრივ ძალიან მომატებული გაქვს და ყველა ლაპარაკობს მე მგონია. ფიზიკურად მზად ხარ ძალიან რთულია რა აქ თამაში. თან სულ გადადი გადმოდია და ძალიან საჭიროა რა ფიზიკურად. თუ ცდები შემისწორე, მაგრამ ეს პერიოდი ალბათ ყველაზე ჯამრთელი და ნაკლებ ტრაუმიანია შენს კარიერაში. როგორ იხსნება ეს ცვლილება? რა ნაბიჯები გადადგი იმისთვის, რომ ამ წერტილში ყოფილიყავი? შენ ახსენე კონკრეტულად აი ფიზმომზადებაში, სირბილში, არის რაღაც ყოველდღიურ რუტინაში რაღაც ისეთი ცვლილებები საჭირო, რომელიც მაგალითად Watford-ის რეკომენდაციით გააკეთე. აი მაგალითად საქმე ჩამოვედი, მაგალითად გეინჩი ასლანში როცა ვიყავი, არ მქონდა სულ როცა მოდივარ ბაზაზე, სულ ფიზიო მაქვს ვარჯიშამდე, რაღაც 45 წუთი სულ ფეხზე მიკეთებენ რაღაცებს, ვარჯიშის სულ რაღაც ვარჯიშია, მთელი გუნდი შევდივართ ნახევარი საათით ადრე, მემზადებით ვარჯიშისთვის და ეს ყველაფერი დამეხმარა პირადად. აი სამედიცინოდან მეტად საფეხბურთო დეტალებზეც რომ გადავიდეთ, ზოგადად ფეხბურთში შენი პოზიციის ფეხბურთელებს უჭირთ დამსახურებული დაფასების მიღება. თუ მათი კარგი თამაში პირდაპირ გოლებში არ აისახა. აი გიორგი ჩაკვეტაძე კი აქ გამონაკლისია. ერთადერთი გოლი გაქვს ჩემპიონშიპის ამ სეზონში, მაგრამ ხშირია ისეთი კვირები, სადაც მედია ექსკლუზიურად შენზე საუბრობს და სულ შენ გამოგარჩევენ. არის ამისი მიზეზი ის ჯამური გავლენა, რაც შენ მოედანზე გაქვს შენი თამაშიდან გამომდინარე? ხო, ეს პრობლემაა ცოტა ხა ამ სეზონში ჯერ კიდევ ბევრი თამაში დარჩა, ნახოთ, ეს რა იქნება წინასწარ. ვერ ვიტყვით, მაგრამ ვცდილობ რომ ყოველთვის ჩემი საუკეთესო თამაში ვაჩვენო. მესმის რომ გოლიც აუცილებელია საგოლე გადაცემაც, მაგრამ ჩემი თამაშით ვცდილობ რომ ჩემი მაქსიმუმი ვაჩვენო და კარგი მატჩი გამომივიდეს. ხო, ხშირია ესეთი მატჩები, სადაც ძალიან სრულყოფილად აფასებენ შენ თამაშს, აფასებენ შენს დაცვით მიღწევებს, შენს შემტევ მიღწევებს, შენ კრეატიულ ხედვას მოედანზე და ამ ხრივ აი ათიანებთან მიმართებაში სხვა ჩემპიონატებში იქნება თუნდაც პრემიერ ლიგაში რა მოთხოვნებიც არის, შენთან მიმართებაში თითქოს უფრო სხვანაირად აფასებენ და ეგ ფაქტი მომწონს მე ყველაზე მეტად, როცა გიორგი ჩაკვეტაძეზე ინგლისურ მედიაში ვკითხულობ. რომ აი რამდენად სწორად აფასებენ შენს სათამაშო მანერას თუნდაც. გუნდის სტრუქტურაზეც მინდა გკითხო Watford-ზე თვითონ. ასაკობრივად ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დაბალანსებული გუნდი არის. Watford-ში შევხვდებით ისეთ გამოცდილ ფეხბურთელებს, როგორიც არიან Ogbonna და Sissoko და ამავდროულად აი 21 წლამდელ ფეხბურთელს. როგორია აი ამ გასახდელის მართვა ტომ კლევერლის პერსპექტივიდან თვითონ? რამდენად უადვილდება ან რამდენად ურთულდება? ძალიან მარტივია და მნიშვნელოვანიც არის ჩემი აზრით, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებიც ყავდეს და ასაკოვანი ესე ერთი შერწყმა იყოს გამოცდილება მნიშვნელოვანია. გუნდში ჩვენც ახლა უყურებს ისაკოს რამხელა ფეხბურთი აქ ნათამაშები და მისგან ძალიან ბევრ რამებს ვსწავლობთ, თუნდაც აი ისაკო რა ვიყოთ მაგალითად, ძალიან მაგარი ადამიანია, სულ სიტყვას გასახდელში ისიძახის, თამაშის წინ სულ ის გვამხნევებს და ჩვენ ვცდილობთ, რომ გვერდში დავუდგეთ და ერთად გავაკეთოთ ის, რაც ევალება.
ვინაა შენი საუკეთესო მეგობარი გასახდელში? აი, გასახდელის დეტალი ახსენე, სისოკო ახსენე. ვისთან მეგობრობ ყველაზე მეტად? რა ვიცი, ეს გამორჩეულად არ ამ ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, ძალიან ისეთი კარგი გასახდელი, კარგი ბიჭები არიან და მოკლედ კარგი ურთიერთობა მაქვს ყველასთან. და აი, ყველაზე კარგი რჩევა ვინ მოგცა ფეხბურთელებს შორის? აი, ხშირად საუბრობთ ხოლმე გასახდელში ალბათ, ვისგან მიგიღია აი ყველაზე კარგი რეკომენდაცია თუნდაც. ყველაზე კარგი რეკომენდაცია სულ იმას ეუბნებია, რომ კარში და გოლი გაიტანე. რამდენად განსხვავებული პერსპექტივაა შენს ჩემპიონშიპი? ანუ ვიცით რომ მარათონული სეზონია, 46 მატჩია, პლუს თამაშობ EFL Cup-ზე, FA Cup-ზე და ზემოდან შეიძლება კიდევ მატჩების ჩატარება მოგიწიოს მე-3-დან მე-6 ადგილამდე თუ დაასრულე სეზონი და შესაბამისად პლეი-ოფში ითამაშო. რამდენად განსხვავებულია თვითონ ეს სპეციფიკა შენთვის? ძართულია, მართლა ყოველ 60 დღეში თამაში გიწევს, შეიძლება თამაში თამაშოთ და მე მეორე დღეს მოდიხარ, დაღლილი ხარ, მესამე დღესაც შეიძლება დაღლილი იყო და ვიცი რომ აი მესამე დღეს უკვე ისე თამაში გაქვს. და აი მაგით არა ფიზიკურად თუ ჯანმრთელი არ ხარ, ესე ვთქვათ, ძართულია რომ ამ ყველაფერს გაუძლო და ჯერჯერობით რა ვიცი, ყველაფერი კარგად მიდის. არ კითხულობ მარტო საფეხბურთო კუთხით. რა მოგცა ზოგადად ინგლისმა ისეთი, რაც შენ აქამდე მოვლილ ქვეყნებში არ მიგიღია? აი რა იყო რაც განსხვავებული დადებითი დეტალი, რაც ინგლისისგან მიიღე უკვე ამ პერიოდში, რაც მან ცხოვრობ. აი რით განასხვავებ ყოველდღიურობას, აი რა შეიცვალა შენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ინგლისში, განსხვავებით თქვათ ჰამბურგისგან, ბრატისლავისგან? ჩაოლებრივი სამუშაო რეჟიმის გიორგი ჩაკვეტაძე, ანუ როგორც ყველგან ისეთივე ფოკუსით აქაც ლონდონში, ვოტფორდში შესაბამისად. ნაკრებზეც მინდა გითხო. ერთა ლიგის ციკლი ნაკრების ისტორიაში, ერთ-ერთი საუკეთესო მინიმუმ და შეიძლება ყველა საუკეთესო რაც კი ყოფილა საუკეთესო თამაშით დაიწყო, ჩეხეთთან მატჩს გულისხმობ, ფენომენალური შეხვედრა იყო. მას მოჰყვა ალბანეთთან მოპოვებული 3 ქულა რთულ მატჩში, მაგრამ დამსახურებულად. რა შეიცვალა ოქტომბრის და ნოემბრის სანაკრებო მატჩებისას ისეთი, რამაც ეს ხარისხობრივი ვარდნა გამოიწვია თუნდაც? პირველი ორი თამაში, ალბათ თქვენს ნახეთ, რომ კარგად შევატარეთ უმაღლეს დონეზე. არ ვფიქრობ, დანარჩენი თამაშები ცუდი იყო. უბრალოდ გონია, რომ მაინც არ გაგვიმართლა, თამაშსაც თუ ნახავდით, ვერცერთ გუნდთან ვერ იტყოდით, რომ რაღაცით უკან ვიყავით ან ამითი ნაკლები გავაკეთეთ. ალბათ მაინც იმ ორი თამაშის ცოტა უფრო გვეგონა, რომ შედარებით მარტივი იქნებოდა შემდეგი თამაშები, იმიტომ რომ ისე მაღალ დონეზე ჩავატარეთ ის ორი მატჩი, რომ უკვე ყველა წარმოსახვაში ის ქონა, რომ აი ჯგუფიდან მარტივად გავალთ, უკვე 6 ქულა გქონდა, მეორე ადგილას 3 ქულა გქონდა და ბოლოს ისე მოხდა, რომ თამაშია, ერთი ქულა ავიღეთ. რაც ჩაატარეთ ნაკრებში ამ მომენტამდე მატჩები, ფავორიტი მატჩი რომელი გქონდა? ალბათ მაინც ყაზახეთის პირველი როცა გავიტანე. ემოციური იყო ნამდვილად და ის გოლიც ულამაზესი შესაბამისად და ისტორიული ჩვენთვის. რის ხარჯზე მივაღწიეთ მაინც წარმატებას მარტსა და ზაფხულში, როგორ ფიქრობ? ერთიანობის ხარჯზე, იმიტომ რომ ძალიან შეკული გუნდი ვართ, ვიცით ერთმანეთის პლუსები და მინუსები და გუნდის ისეთი შეკრულები ვართ ყველა თამაშზე. აი რაც მე ყველაზე მეტად მომწონს ჩვენ გუნდში, სულ აი ეს ველოდებით და მე შეტევაზე ისე სწრაფად გადავდივართ, რომ ანუ ყველა გუნდისთვის ძალიან სახიფათო მეტოქი ვართ. ტომ კლევერლი და ვილი სანიოლი რომ შევადაროთ. ორი განსხვავებული საფეხბურთო რეზიუმეს ქონი, მწვრთნელი, ორი სხვადასხვა ასაკის წარმომადგენელი, ხო? რა საერთო აქვს და რა განასხვავებთ მათ შენთან მიდგომაში კონკრეტულად? აი, რა აქვს, რა ხერხს მიმართავს ვილი, რა ხერხს მიმართავს ტომი? ტაქტიკურად ალბათ ტაქტიკურად თამაშობთ სხვანაირად ვილისთან ერთად მაინც და ვილისთან როცა მიწევს თამაში ცოტა უფრო უკან დახეული ვარ და მაგალითად აქ უფრო მეტი თავისუფლება მაქვს და უფრო შემტევის ფუნქცია მაქვს. ეს არის ალბათ ერთ-ერთი სხვაობა. და ინდივიდუალურად აი თუნდაც შენთან უმართვაში, საუბარში რა განსხვავებებს ამჩნევ ხოლმე, აი რომელი უფრო თქვათ მეგობრულია, რომელი თქვათ უფრო მენტორულია, აი
როგორი მიდგომა აქვთ? რავი, ორივეს აქვს ესეთი დადებითი თვისები, ესე ვერ გამოვყოფ რომელი უკეთესია, რომელი ის. ვიცი, ამა ინტერესებდა სულ ჰამბურგი ულამაზესი ქალაქია, ლონდონი არ მინახავს ჯერ, მაგრამ ჰამბურგში ვიცი როგორი match day-იც არის, სათამაშო დღე როგორიც არის და გამორჩეული გამოცდილება. შენთვის მაინტერესებს აი მოთამაშის პერსპექტივიდან რა განსხვავებაა თქვა ჰამბურგულ სამაჩო დღესა და უოტფორდულ სამაჩო დღეს შორის? აი ჰამბურგშიც როცა ვიყო ის მეორე ლიგის გუნდი იყო მაშინ, ეხლა მეორე ლიგაში არიან, მაგრამ 60,000 კაცი მოდიოდა და სამჯეროდა რომ მეორე ლიგის თამაშზე ეს ამდენი ხალხი მოდიოდა, ძალიან უყვართ ფეხბურთი, აი ყველა თამაშზე სავსე იყო. აქაც ეგრე აქ 20 ცოტა ნაკლებად 20,000 და აქაც სულ სავსეა ყველა თამაშზე. ვილი სანიოლი ხშირად ახსენებს, რომ რაღაც ხრივ მადლობა აქვს სათქმელი უოტფორდისთვის, იმიტომ რომ მათ დიდი ამაგი მიუძღვით იმაში, რომ შენ სათამაშო ფორმა აკრიფე. რაში მდგომარეობს უოტფორდის ეს განსხვავებული მიდგომა, რომლის გამოც ვილი სანიოლი შენი აზრით მადლობასაც კი უხდის უოტფორდს? ალბათ პირველ რიგში სათამაშო პრაქტიკა, რომელიც მაქვს გუნდში და ალბათ ის ფიზიკურობა, რაც არ მქონდა თავიდან და უკვე ამ დონეზე, უკვე მაღალ დონეზე. აი ეს სცენარები წარმოვიდგინოთ ორი შესაძლო ვარიანტი. და რომელი გირჩევნია რომ მითხრა. მეორე ადგილი რომ დაიკავოთ ჩემპიონშიპში და ეგრე ახვიდეთ პრემიერ ლიგაში თუ ნერვიული გზა რო გამოიაროთ და პლეი-ოფის ფინალი რომ მოიგოთ უემბლიზე. რომელი გირჩევნია? მარტივი ჯობს მეორე ადგილით, მაგრამ ნერვიული უფრო უკეთესი იქნება რა. და იმ ფინალში თლად გადამწყვეტი გოლი შენი რომ იყოს ჯარიმიდან, თლად ლამაზ სცენარი გამოვიდოდა. ეგ ვაფშე ყველაზე. ისე აი როგორ გირჩევნია აი გადამწყვეტი გოლი რომ გაგქონდეს ეგეთ მატჩში? როგორ გოლს ისურვებდი? აი როგორი გოლი გერჩევნებოდა რომ გაიტანო? ნებისმიერი იყოს. რაღაც ხოვობა მაიც ექნება. აი ჯარიმა გირჩევნია მაგალითად. ლამაზი გამოდის ნამდვილად. თან კარგად ურტყამ ისე რომ სულ ესთეტიურად ლამაზი გამოდის. და ბოლოს მაინტერესებს ერთი რჩევა, რომელიც ბოლო წლების ერთ-ერთ უმთავრეს საფეხბურთო ქართველ ტალანტს გიორგი ჩაკვეტაძეს შეუძლია რომ მისცეს დამწყებ ქართველ ფეხბურთელებს. ბევრი ვარჯიშონ საკუთარ თავზე იმუშავა ძალიან ბევრი და თუ იქნება ის პატარა ჩავარდნა რაღაცა მაგაზე ბევრი არ იფიქრონ, წინ ბევრი წარმატება ელოდებათ და მოკლედ რო ვთქვათ წარსულში არ ჩარჩნენ სულ წინ იყვნენ. გიორგი ძალიან ბევრ წარმატებას გისურვებ და მომავალ სეზონში იმედია პრემიერ ლიგაში გიხილავთ უკვე ვოტფორდთან ერთად რა თქმა უნდა პირველ რიგში ვოტფორდთან ერთად თუ ამოხვალ პრემიერ ლიგაში ეს უდიდესი მიღწევა იქნება. დიდი მადლობა რომ დრო დაგვითმე და კიდევ ერთხელ წარმატებებს გისურვებ. მადლობა თქვენს. მადლობა.